არსებობს მითი, რომ სტალინი, იოსებ სტალინი იყო ძალიან მაგარი ქართველი და საქართველოს პატრიოტი, რომ მისით უნდა ამაყობდეს ყოველი ქართველი. ნამდვილეში იოსებ სტალინი იყო ავტორი 1921 წელს დამოუკიდებელ საქართველოზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმის შესახებ გადაწყვეტილებისა. დისკუსია, რომელიც გაიმართა 1920 წელს და 21 წლის დასაწყისშიც მოსკოვში ლენინს, სტალინსა და ტროცკის შორის საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ შემორჩენილია და ამ დისკუსიაში სხვათა შორის ვლადიმერ ლენინი ამბობდა, რომ საკითხი უნდა გადადებულიყო. ერთადერთი უმაღლესი ლიდერი საბჭოთა რუსეთისა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ფანატიკურად აწვებოდა ომის საქართველოს წინააღმდეგ ომის რაც შეიძლება მალე დაწყებას, იყო სწორედ იოსებ სტალინი. რადგან იგი უკვე იყო ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ჩართული ტროცკის წინააღმდეგ და თუ კი მისი სამშობლო, რომელმაც იგი უარყო და სწორედ ამიტომ წავიდა საქართველოდან სტალინი თავის დროზე. თუ კი მისი სამშობლო საქართველო დარჩებოდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ცივილიზებული და ევროპული, მაშინ რა თქმა უნდა სტალინის შანსები, რომ გაემარჯვა ამ ბრძოლაში მოსკოვში ბევრად შემცირდებოდა. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა ერთგვარად მსხვერპლად შესწირა საკუთარი სამშობლო, საკუთარსავე პოლიტიკურ ამბიციებს იმ ბოროტების იმპერიაში, რომელიც მაშინ მხოლოდ ჩამოყალიბების სტადიაში იყო.